ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. რა ხდება ბოლო 2 დღის მანძილზე საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი? ის რომ იყო ქალბატონი თათევ ასატრიანის კონცერტი, რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა წარმატებით, ხალხი გაერთო. დღეს მთელი დღე იმას ვღიღინებ. Orfat shafat kiraki meraini nari dan neraina nari ასევე საქართველოში იმყოფებოდა მოკლედ ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც ოფიციალური შეხვედრების ჩაატარა, მაგრამ ამის გარდა იქეიფა დალია Ribidibidum delando, abaribdam delando, abarabadabadum delando. That's ამოვიდა მოკლედ ესეთი მიმები, რომ ყველა ირანს ეომება, ამ დროს სომხები და ქართველები კეიფობენ, კონცერტებზე დადიან და კარგად ცხოვრობენ. მეზიზღება ხალხი რომ კარგად ცხოვრობს. 17 წლის ლურჯთმიანი ლიბერალი მაგდა. რითია ხალხი უკმაყოფილო ზოგადად? ნაცები და ოპოზიცია. ემითია უკმაყოფილო, რომ ომი არ გვაქვს საქართველოში, რომ ირანი არ გვბომბავს, რომ რაღაც დრონები არ გვეცემა და სახეს არ გვიპობს შუაზე, რომ ყოველ დღე შეგვიძლია თავისუფლად გაღვიძება, რა ვიცი, მზისთვის შეხედვა, სითბოს მიღება. ამის ნაცვლად ხალხს სურს, რომ საქართველო იყოს ომში, რომ მე ვიყო ეხა სადღაც თხრილში, სველი ბათინკებით, მთლიანად სველი გალუმპული იარაღი მეჭიროს და ველოდებოდი, რომ ამ ჩემი იარაღით ვერაფერს ვიზამ, რადგან დრონი მომხვდება და სახეს გამიპობს. აი, მაგ დროს იქნებოდნენ ჰუმანისტი ლიბერალები ბედნიერები. მოკლედ, პაშინიანი შეხვდა კობახიძეს, რაღაცებზე ისაუბრეს ალბათ. კარგია, რა თქმა უნდა კარგია, იმიტომ რომ აზერბაიჯანთან ისაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა გქონდა. ეხლა რაც აზერბაიჯანი და სომხეთი შეარიგა ტრამპმა, მაგის მერე სომხეთთან ჩვენც კარგ ურთიერთობას ვიჭერთ. ასე რომ სამეზობლოსთან ზოგადად კარგი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია. რუსების გარდა. განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის აზრები. კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მძიმე მოვლენების ფონზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითებს რასიზმს და თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე. მაგალითად ისეთი სამიზნე როგორც არის საელჩო, რა თქმა უნდა ეს მიზანი არის ირანისთვის. ეხლა რაც შეეხება თუ კი მილსადენი არის მიზანში ამოღებული ირანის ხელისუფლების ადგილზე, რა თქმა უნდა შევეცდებოდი ყველაზე დაუცველ მონაკვეთზე დამეწყდა. ყველაზე დაუცველი მონაკვეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან შედარებით, რა თქმა უნდა საქართველო არის. თავისი ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ გენერალ-მაიორი ბრძანდებით და რომ ემსახურებოდით ჩემს სამშობლოს, მაგრამ სამი ქვეყანაა ეს დედანატირები. არ შეგიძლიათ თქვათ, რომ აი რა ვიცი, ირანს თუ მაინც და მაინც ეგეთი კრიტიკული განცხადების გაკეთება გინდათ, ხო? და ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის ვსაუბრობთ. არ შეგიძლიათ თქვათ, რომ რა ვიცი, თურქეთს დაარტყით, ძმაო, აზერბაიჯანს დაარტყით. რა თქმა უნდა, მე ირანი რო იყო საქართველოს დაუშვებდი. აი საქართველოს გადავბუგავდი, ამ მოვწყვიტავდი ხალხს. არ თქვა მაშინ საერთოდ რამეთო? თუ იძახი წადი რა, ბაქოს დაუშვი, თურქეთს დაუშვი, მე რას მერჩი? და რუსთავის ქალაქს საერთოდ ამოვწყვიტავდი, მე რო ირანი ვიყო. გენერალ-მაიორი ხარ თუ ისა ხარ, დეზერტირი ხარ თუ რეციდივისტი ხარ თუ? ომია, ბატონო ვახტანგ, მესმის რომ თქვენ უკეთესად იცით ომი ჩემთან შედარებით, მაგრამ რა ვიცი, არ იძახიან ხოლმე ეგეთ რაღაცებს, ხო? მე რო ვიყო იმათ ადგილას საქართველოს დავარტყამდი, რადგან ყველაზე დაუცველები ვართ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველოს გადავბუგავდი. არ ვიცი ძმაო, არ ვიცი, ეს ანუ კოცების ზიზღმა ადამიანები იმდენად დააბრმავა, რომ რეალურად
ომს ითხოვენ საქართველოში, რომ იმის გამო, რომ აი კოცებს დაუმტკიცონ, რომ აი თქვენ ცუდები ხართ. აი ხალხი იღუპება თქვენ დროს. როცა არ იღუპება ხალხი, როცა დიახ ირაკლი კობახიძე და ფაშინიანი რესტორნებში არიან. ნუ ირაკლი კობახიძე არც ყოფილა, მაგრამ რომ ყოფილიყო. მერე ეგ არ ჯობია იმას მე რომ სანგარში ვიწვე სადღაც ეხა მეზარება სანგარში წოლა. არ მიყვარს სველ ტალახში წოლა. მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ირანში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ქვეყანაში ნატრობს ლაშა ჩხარტიშვილი, ჩხარტიშვილს მსხვერპლის სურს. უნდა დავანახოთ სოფლიოს, იგივე პირველ რიგში შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, რომლის მოქალაქეთაც რატომღაც რჩება ბიძინა ივანიშვილი დღემდე და არ ვიცი, ბიძინა თოლასაც უძახი ბევრნაირად მოიხსენიებ ხოლმე და იმედია აიათოლას ბედს გაიზიარებს. იმედია აიათოლას ბედს გაიზიარებს და მთელი თავის შვილიშვილებიანად და შვილთაშვილებიანად გაუნადგურებენ ყველაფერს და ყველას ამოწყვეტენ. მაგრამ აი ხუმრობით ბიძინა თოლასაც ვეძახი ხოლმე. ესე ხუმრობ. მაგრამ იმედია რომ აი ამოწყდება მთელი ოჯახი. ხუმრობით აი ბიძინა თოლა რაო როგორი თოლაო? ბიძინა თოლაო. ამათ რატო არ აგინებთ ბიჭო? ხალხი პირდაპირ მოუწოდებს ერთმანეთს მკვლელობისკენ, საქართველოს დაბომბვისკენ, რა ვიცი. გთხოვთ ირანო, საქართველო გაანადგურეთ. გთხოვთ აი ამოუწყვიტეთ მთელი შვილიშვილები ბიძინას. ხალხს რეალურად ის წყინს, რომ ომი არ გვაქვს სამშობლოში. რეალურად წყინთ ეგ. აი ყოველ დღე იღვიძებენ და აი რატო არის ისევ სიმშვიდე? რატო არ გვიწევს ბუნკერში ჩასვლა და კაცები რატო არ იხოცებიან ომში? ეს არის ამათი ლიბერალიზმი, ეს არის ამათი ოპოზიცია, ეს არის ამათი რეალური სახე, რასაც გიმტკიცებთ უკვე ამდენი ხანია. დამპალები არიან თქო ეს ნაბოზრები ესენი და თქვენ კიდე არ გჯერათ. კარგით. სამშობლოს მოღალატეებიდან გადავიდეთ სამშობლოს ერთგულ ხალხზე და პატრიოტებზე, რომლებიც ფულს მირიცხავთ. ყველაფერი გეპატიებათ, ყველა ცოდვა მოგეტევებათ, თუ ფულს ჩამირიცხავთ. შენს ვიდეოებს ვუყურებდი ტელევიზორში და ნარკომან მეზობელს ეგონა კაცი მყავდა სახლში. გააპათოლოგა, გამოიყვანე ის ტიპიო. ერთი კვირა ამ დღეში ვარ, მე და დაქალს გვევასები მაინც. მეც მევასებით თქვენ და თქვენი დაქალი. ლესბიანკებო. რა თქმა უნდა აქ მეზობელს ვუჭერთ მხარს, რადგან მეზობლის ქალს ყოველთვის ყურადღება უნდა მიაქციო. დიახ, ნარკომანი და პათოლოგია, მერე რა მოხდა? სამაგიეროდ ყურადღებას გაქცევთ თქო უმადურო ქალებო. ასე რომ დააფასეთ თქვენი მეზობელი. დიდი მადლობა მაყუთებისთვის. შემდეგი, ნინო, არ გაჩერდე. არ გავჩერდები ნინო, გპირდები, სანამ ომში არ წავალთ, რა ვიცი. სანამ ომი არ გვაქვს, თავისუფლად ვერთობი, წერ ვიდეოებს, ეს არის ჩემი ცხოვრება, რომლითაც აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ, მეც ვერთობი, თქვენც გართობთ. მაგრამ ომი თუ დაიწყება და რაღაც სანგარში ვიწექი, იქიდან ვერ შემოგთავაზებთ ხუმრობებს, მაპატიეთ. ცუდ ხასიათზე ვიქნები ცოტა. შემდეგ მიშა ეკიმო პადელი მართლა გეების სპორტია, ამ ადამიანს ანონიმურად უნდა დარჩენა, მერე იქ მომწერა ინსტაგრამზე, რომ ოპოზიციის გაერთიანებაზე ისაუბრეო. დიდი მადლობა ფულებისთვის და მოდით ვისაუბროთ ოპოზიციის გაერთიანებაზე. ოპოზიციის ერთობის გეგმა, რით იწყებს მოქმედებას ახალი ალიანსი. ზურა ჯაფარიძე რა ისო ჩაფსკვნელია, ამის კარგი შეიკრებდნენ რა, გადაურეკეს ერთმანეთს, რომ ოპოზიცია რო ერთიანდებით, აი ამადამ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ვიკრიბებით 4 შაბათს 3 საათზე და ყველა ხო მოხვალთ და ყველამ ჩაიცვა კოსტუმები, არა და ყველამ ხო იცის რომ აი რაღაცაზე პროსტა იდიოტიზმს აკეთებენ. აი გავა 1 წელი, მერე ყველა ერთმანეთს დედის გინებას დაუწყებს, იმიტომ რომ არ არიან ეს ისეთი ხალხი, რომლებიც ან ერთ რამეზე შეთანხმდებიან, ესენი არიან ღორები, რომლებსაც ყველას უნდა საკუთარი თავის სხვებზე მაღლა წარმოჩენა, ხო? რა თქმა უნდა.
ყველას უნდა ლიდერობა, აჰა, პირველივე ეგრევე ნიკა გვარამია. აი ხა ნიკა გვარამია დასჯერდება იმას, რომ დიახ, აი სხვა შეუძლია რომ მე გადამფაროს. დიახ. სხვა შეუძლია რომ ჩემზე ნათელი იყოს პარტიაში. არა, რა თქმა უნდა. ალიანსის წევრები ამბობენ, რომ ასეთი მსხვილი გაერთიანება ამ დრომდე არასდროს მომხდარა. ეს არც ერთიანი სიის ფორმირებას გულისხმობს და არც ერთი საარჩევნო ნომრის ქონას. ახლა მათი Stop. Wait a minute. ანუ ეს არც ერთიანი პარტიის ქონას და არც ერთი საარჩევნო ნომრის ნიშნის ქონას გულისხმობს. აბა რას გულისხმობს უკაცრავად? ანუ ადამიანები იმდენად კრეტინები არიან, რომ გაერთიანდნენ, მაგრამ არჩევნებში ისევ ცალ-ცალკე პარტიებით მიიღებენ მონაწილეობას. ანუ ჩხუბი არც დასჭირდებათ, ჩხუბი და გაყოფა არც დასჭირდებათ. ანუ თავიდანვე არ გეგმავენ იმას, რომ ერთი სანომრო ნიშნით წარსდგნენ არჩევნებზე. აბა რა გაერთიანებაა უკაცრავად? პროსტა სადღაც საკონფერენციო დარბაზში მივიდნენ? მაინც უმცირესობაში რჩებიან. და ზოგიერთი პარტია საერთოდ ვერ აიღებს მანდატებს იმის გამო, რომ სხვა ოპოზიციურად განწყობილი პარტიები წაართმევენ და იმასაც ვერ გადალახავს ზღვარს. აუ მართლა მეზარება ეხა ამ სისრულეების განხილვა რა, მაპატიოს ჩემმა დონატორმა, მაგრამ ადამიანები კრეტინები არიან, ანუ ჯერ ერთმანეთში იმაზე ვერ თანხმდებიან, რომ ერთი პარტია შეუქმნათო და ერთი ნომრის ქვეშ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობაო, რომ ხალხმა იცოდეს, რომ აი 50-50-ზეა გაყოფილი რა, ან კოცებს აძლევ ხმას, ან ყველა სხვა დანარჩენ ოპოზიციას. მაგაზეც ვერ თანხმდებიან, რომ ერთი სანომრო ნიშნის ქვეშ მიიღონ მონაწილეობა. და ეხა ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს. რა ეროვნული შეთანხმება? კარგით, გადავიდეთ შემდეგ სიახლეზე. რომელიც საქართველოსთან არაფერ კავშირშია, უბრალოდ ძალიან საინტერესო ისტორიაა, რომელიც 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და ეხლა უკვე დასრულდა ეს ისტორია და მინდა რომ თქვენს გაგაცნოთ, რადგან ბევრი ახალგაზრდა ვიცი რომ ჩართული ხართ ამ კოლ-ცენტრებში, ყველას მოგწონთ ბევრი ფულები, ყველას მოგწონთ პორშეები, ვერტმფრენები და ამ შემდეგ და ელისო კილაძე თქვენი კუმირია. მინდა გაჩვენოთ როგორ დაასრულა ერთ-ერთმა უკრაინელმა ახალგაზრდა მამაკაცმა დაგასპოილერებ და საკუთარი ცხოვრება უკვე. აი ეს ახალგაზრდა მამაკაცი გვახლავს იგორ კამაროვ, უკრაინელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბალიზე იყო, არ ვიცი ან გაქცეული იყო, ან ისვენებდა, ან იქ ცხოვრობდა, მოკლედ ბალიზე იმყოფებოდა. იყო ასევე თავისუფალ დროს იყო კოლ-ცენტრის მფლობელი. და ადამიანებს ფულს ართმევდა, ანუ ურეკავდა, რომ თქვენი საპენსიო ფონდიდან გირეკავთ და ეხა თქვენი ისინი რომ დავიცვათ, უფრო გვჭირდება რომ მოგცეთ პირადი ინფორმაციები და ძალიან ბევრი ფული მოიპარა მოკლედ და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ მოპარა არ ვიცი ვის, ან ორგანიზაციას, ან ადამიანს რამოდენიმე $10 მილიონი, უпростоრად კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამ პირადად იგორმა $10 მილიონი მოპარა ერთ-ერთ პიროვნებას, რომელი პიროვნებაც აღმოჩნდა არც ისე შემგუებელი ამ $10 მილიონი დაკარგვასთან დაკავშირებით. დაიქირავა ჩეჩნები, რომლებიც ჩავიდნენ ბალიზე, მოიტაცეს იგორი და მისი ძმაკაცი. გზაში სანამ დანიშნულების ადგილამდე მიიყვანდნენ, თავისმა ძმაკაცმა გადაურეკა მამამისს, რომ მამაო გამიტაცესო $10 მილიონი გადმომირიცხეო დროზეო, რომ გამიშვანო, ეგრევე იმ წამსვე გადაურიცხა მამამისმა და მანქანიდანვე გადააგდეს. თუმცა იგორის მამა ოდნავ უფრო ხისტი აღმოჩნდა, ვიდრე თავისი ძმაკაცის მამა. იგორის მამამ თავის შვილს არ ჩაურიცხა $10 მილიონი. რის შემდეგაც ქვეყნდება ესეთი ვიდეო. ვიდეოს რა თქმა უნდა ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ზედმეტად სასტიკი ვიდეოა. მოკლედ ადამიანი ჩანს ეს იგორ კამაროვ, სადაც აბსოლუტურად ნაცემი ნარტყამია, აი თითქოს რაღაცა მერაბდვალიშვილმა ერთ 5 რაუნდი ურტყა, ისეთ მდგომარეობაშია და ცემის გარდა, ანუ ადამიანს დაჭრილი აქვს კიდურები. და კიდევ ეხვეწება მამამის, რომ მამა, რა ვიცი, კიდურები მომაჭრეს უკვე და $10 მილიონს გადმორიცხავ თუ არა. რის შემდეგაც მამამისმა ისევ არ ჩარიცხა ფული.
გადის რამოდენიმე დღე ბატონი ჩეჩნები იცდიან ფული არა და არ მიდის ანგარიშებზე. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ეს არის მოპარული ფული, ანუ ადამიანმა მოპარა მეორე ადამიანს და ის ითხოვს, რომ დამიბრუნეო ჩემი ფულიო. და ისტორია სრულდება ესე, გუშინდელი სიახლეა, ბალის პოლიცია ადასტურებს, რომ სხეულის ნაწილები, რომლებიც დაჩეხილი იპოვეს, ეკუთვნის უკრაინელ ტურისტს. რა თქმა უნდა, ამ ფოტოებს და რაღაცებს არ გაჩვენებთ აქ. ასე რომ, ჩემო საყვარელო ქართველო, ახალგაზრდა, ქალბატონებო, მამაკაცებო, არ იმუშაოთ ამ დამპალ კოლ-ცენტრებში, ნუ აახევთ სხვებს ფულებს, რადგან გიპოვიან ან ჩეჩნები, ან სუსი და ჯობია სუს თქვენთან დაურეკოთ, რომ ალიო, ხო, დამიჭირეთ, გეხვეწებით, დამიჭირეთ, რომ ჩეჩნებმა არ მიპოვონ. თორემ თუ გააგრძელებთ ესეთ თაღლითობებს, აღმოაჩენთ თქვენ დაანწევრებულ სხეულს ბალის პლაჟზე. გინდათ? არ გინდათ, რადგან გეზარებათ, რადგან ცხოვრება კარგია. ცხოვრება კარგია მშვიდობიანი ომის გარეშე, კოლ-ცენტრობის გარეშე, თაღლითობის გარეშე. კოსმით მიყვარხართ. Urfat, Shafat, Kiraki, Meraini, Nari.